პირდაპირ ეთერში ვართ. მშვიდობისა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. 1984 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად 18 აპრილს ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე აღინიშნება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ამ დღეს ეძღვნება სემინარი შავი ზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რეალობა და პერსპექტივები. სემინარი წელს 25 აპრილს გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოური სპეციალისტები. სწორედ ამ სემინარის შესახებ ვისაუბრებთ დღევანდელი გადაცემის მომდევნო ნაწილში. დილის რადიოს სტუმარი გახლავთ ლაშა ასლანიშვილი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგიურ, არქიტექტურული კომპლექსებისა და არქეოლოგიის განყოფილების უფროსი. გამარჯობა. ლაშა, მოგესალმებით. მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. და როგორც უკვე აღნიშნეთ, ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ყოველწლიურად ატარებს სემინარს. ეს იყო წელსაც და როგორ იყო, ანუ რა თემატიკა იყო და მონაწილეებზეც გითხარით და როგორ წარიმართა. კი ბატონო, თქვენ აღნიშნეთ, რომ 18 აპრილი არის ძეგლების საერთაშორისო დღე, ძეგლთა დაცვის და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღე. უბრალოდ დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულები და ამის გამო ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ 25 აპრილს ჩაგვეტარებინა აღნიშნული სემინარი. რიგით მეხუთე საერთაშორისო სემინარი იყო საკმაოდ წარმომადგენლობითი გამოგვივიდა, ვინაიდან როგორც ქართველი სპეციალისტები, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ასე საზღვარგარეთთან მოწვეული სპეციალისტებმაც წაიკითხეს თავიანთი მოხსენებები, ძირითადად თურქეთი, პოლონეთი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დაახლოებით 22-მდე მონაწილე იყო და თანამოხსენებელი. სულ 18 მოხსენება წარსდგა იმ დღეს 25 აპრილს და თემატიკა მრავალფეროვანი იყო. ჩვენ კონკრეტულად ერთი მიმართულებით არ ყოფილა, არ მიგვიწია საშუალება მეცნიერებს და მკვლევარებს თავიანთი პრეზენტაციის და ნაშრომების შესახებ მოეთრო საზოგადოებისთვის. მიმართულება იყო ისტორია, ურბანისტიკა, არქეოლოგია, ასევე ხელოვნებაცოდნეობა, ფოლკლორი და ვფიქრობ, რომ საინტერესო გამოგვივიდა. მე შემიძლია შემდგომში გამოვყო რიგი მოხსენებლის საინტერესო კვლევა, რომელიც ჩვენს რეგიონს აუცილებლად წარადგება და ფაქტიურად ეს კვლევა, რაც მათ განახორციელეს, თითქმის უკვე თანდათანობით მკვიდრდება ჩვენს ამ კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებითაც. საინტერესოა რა კვლევებზეა საუბარი. შეგვიძლია თქვა მთელი ამ სემინარის შედეგებზე ვერ მაგრამ შეგვიძლია რომ რამდენიმე თქვა ისეთი ჩვენს რეგიონთან ყველაზე ახლოს. დიახ, ორს გამოვყოფ ამ მიმართულებიდან თანამედროვე ტექნოლოგიებზე იყო საუბარი და ხელოვნურ ინტელექტზე. მისი როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში და აღდგენაში და შენარჩუნებაში. ჩვენი ჩინელი კოლეგა გახდათ ჩვენთან ჩამოსული და სწორედ ამ მიმართულებით ციფრული ტექნოლოგიების როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში წაიკითხა შესანიშნავი მოხსენება და პლუს ამას ეს სპეციალისტები ჩართული არიან ლაოჯინჯაოს სახლ-მუზეუმის ამ ლაოჯინჯაოს პირადი ნივთების გაციფრულების საქმეში და მე ხდება მის დაცილობენ ამით რეკონსტრუქცია მოახდინონ იმდროინდელი ყოფის, რაც იყო ძირითადად ჩვენს ქალაქში, ბათუმში და ეს იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ამ დიგიტალიზაციას და ამ სკანირებას ნივთები იქნება თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, აი ზედმიწევნით შეუძლია ყველა ნიუანსის დაფიქსირება და ერთმან უკრავს, მაგრამ განადგურების შემთხვევაში უკვე ეს დიახ, ციფრული საინფორმაციო ბაზა იძლევა იმის საშუალებას, რომ თუ მოხერხდა აღდგენა, ერთ-ერთი შესაძლებელი არის, რომ მოხდეს და დაცული იყოს მეტნაკლებად, ამ შეუნარჩუნდეს ისტორიას, რაც პრაქტიკაში ზოგადად თვითონ როგორც მოხსენებელმა თქვა, ჩინეთში უკვე რაღაც მე როგორც ვიცი, რაღაც 200 ტერაბაიტის ინფორმაცია ამ მიმართულებით შეგროვებული. ჩვენთან ეს ახალი სიახლე არის ბუნებრივია და კი ხდება მაგალითად 3D სკანირება შენობა იქნება თუ დეტალს, მაგრამ ესეთი როგორც ასეთი საინფორმაციო ბაზის შექმნა მიმართულებით ახლა იკიდებს ფეხს და ის რომ ჩვენს რეგიონში ეს პირველი პრეცედენტი იქნება არტეფაქტების მიმართულებით
ესეც ამასაც გამოყოფდი, სააგენტოს როლსაც გამოყოფდი, ბუნებრივია, თანამშრომლობის შედეგია ეს ყველაფერი და ფიქრობ რომ ის რაც მან მოხსენებაში და მითითებები ძირითადად გააკეთა ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესო მასალა შემდგომ ურთიერთობისთვის და ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის. შემდგომ იყო ხელოვნური ინტელექტის როლი დღეს ყველა საუბრობს ამის შესახებ. ეგ ძირითადად ეხებოდა სივრცით დაგეგმარებას, ეს ზოგადად პრობლემური თემა არის. სივრცითი დაგეგმარება და ამ სივრცის ამ კონტექსტში როგორ უნდა შენარჩუნდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ხელოვნური ინტელექტის როლი ამ შემთხვევაში ისა ახლა მე ძალიან ღმად არ ვარ ჩახედული ჩემთვისაც სიახლეა ეს საკითხები უბრალოდ ხდება მის მიერ უზარმაზარი ინფორმაციის დამუშავება რაღაც წამების თემა არის ადამიანს შეიძლება იქ ლიტერატურა უნდა წაიკითხოს და მას ჭირდება გარკვეული დრო ამის შესახებ რომ ანალიზი და გაიაზროს ამის შესახებ ეს ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ გვეხმარება ამაში მისგან მიწოდებული ინფორმაციის დამუშავება უფრო შეიძლება მარტივი იყოს ვიდრე მაგალითად ის რომ რაღაც ლიტერატურა ამის ამ მიმართულებით და ესეც საყურადღებო იყო კიდევ თუ შეიძლება აუცილებლად ჩვენ როგორც იცით ჩვენ პოლონელ კოლეგებთან ერთად თანამშრომლობ და აქ გამოყოფთ ერთ მოხსენებას რომელიც ეხება პეტრას მოზაიკას თქვენ იცით რომ წელს ააგენტო მოახერხა ის რომ წლების წინ რაც მიწის ქვეშ იყო განლაგებული და განთავსებული იატაკიანი მოზაიკა მოხერხდა მისი გამაგრება, რესტავრაცია და უკვე მუზეუმის საინფორმაციო სამუზეუმო სივრცეში არის უკვე გადატანა, მაგრამ ამას მთელი პროცესები უსწრებდა წინ და სწორედ ამ პროცესში მოხდა ამ მოზაიკის შესწავლა, როგორ რესტავრაციის კუთხით, არა ისტორიულ კონტექსტში, არამედ რესტავრაციის კონტექსტში, ქიმიური ანალიზები გაუკეთა და სიახლეები გვაქვს უკვე ამის შესახებ. და სურათი გვაქვს. სულ იყო საუბარი მაგალითად იმაზე რომ ზედაპირული და ვიზუალური ხედვიდან გამომდინარე იყო საუბარი რომ კითხვის ნიშნები იყო მაგალითად საუკუნეებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები იყო ის რომ ეს ვინ გააკეთა ახლა კონკრეტულად იქ პიროვნებებზე არ არის საუბარი მაგრამ კვლევებმა აჩვენა რომ ეს იყო ბიზანტიელების პოლიტიკური ინტერესის სფერო იყო ზოგადად ეს პეტრას ციხესიმაგრე და შესაძლებელია ეს პირდაპირ კონსტანტინოპოლიდან ყოფილიყო დაკვეთა ამ იატაკიანი მოზაიკის ეს საკმაოდ ძვირადღირებული თემა იყო და იქ აღმოჩენილი მასალები თვითონ ეს ფერადი კენჭები, ხსნარი, რაზეც მომზადდა, საკმაოდ მაღალი ოსტატობით არის შესრულებული და როგორც ჩანს, კვალიფიცირებული სპეციალისტები იყვნენ და პლუს ამას ის ანატოლიაში დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე საკმაოდ ძლიერი სკოლები არსებობდა და ეს ერთი ეტაპია ჯერ კვლევები არ არის დასრულებული და ამით საინტერესო სურათს იძლევა ეს ყველაფერი. არქეოლოგია როგორი საინტერესო მეცნიერება. ერთ დღეში შეუძლია წლების ამბავი საერთოდ თავდაყირა დააყენოს. ერთი არის იქ C14 ასეთი ის არის მეთოდი კვლევის და დათარიღების, რომელიც ეს ნიმუშები ვილნიუსში გაიგზავნება და იქ უფრო დაკონკრეტდება ეს ყველაფერი. თუმცა კვლევა გრძელდება და ის რაც და მით უმეტეს საინტერესო რა იყო იცით ამ კვლევის პროცესში იყო როგორც პოლონელი სპეციალისტი ჩართული ასევე ჩვენი ქართველი სპეციალისტები, სააგენტოს რესტავრატორები, მართალ დიდი გამოცდილება მიიღეს და აღნიშნა კიდევაც მომხსენებელმა არ დაუკარგავს მათი წვლილი და ღვაწლი ამ ჩვენი თანამშრომლების და იყო რამოდენიმე ფრაგმენტი, რომელიც უშუალოდ ამ სპეციალისტის გარეშე მოახდინეს მისი რესტავრაცია და აი ამის პრეზენტაცია მოხდა ეგ სხვა კიდევ გამოყოფთი და საინტერესო შედარება იყო აი თურქეთიდან საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია იყო იზმირიდან, რიზედან, ტრაპიზონიდან და
ძირითადად იქ ურბანულ ქსოვილებს ეხებოდა და აი ამ ისტორიულ ცენტრში როგორ უნდა მოხდეს ამ ისტორიული ძეგლების გადარჩენა და იქაც პრობლემური არის ჩვენთანაც ეს ან თანამედროვეობასთან ჭიდილი და 21 საუკუნესთან ჭიდილი მოთხოვნები იქ პოლიტიკური იქნება, ეკონომიკური იქნება, ფინანსური თემები ძირითადად წინა პლანზე არის გამოსული და ამ ასე დროს როგორ უნდა მოახდინოთ შენარჩუნება ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ტრაპიზონის მაგალითზე იყო განხილული და ტრაპიზონი 2005 საუკუნეში უკვე ბერძნების პოლისი იყო, ქალაქი იყო, იქედან მოკიდებული ვითარდებოდა და იქ კონტექსტები არის სხვადასხვა ეპოქების შენარჩუნებული. იქაც პრობლემურია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როგორც აღნიშნეთ თავში აი ციფრულ თემატიკასთან დაკავშირებით, ისინიც უკვე მათაც დაიწყეს უკვე ამ მიმართულებით მუშაობა და ცდილობენ რომ ნებისმიერ რესტავრაცია და მშენებლობა იყოს მორგებული იმ გარემოს. თუმცა გულისტკივილითაც აღნიშნა რომ ხშირ შემთხვევაში ეს გათვალისწინება ხო და ამიტომ ძლავრობს ის 21 საუკუნე ცოტა არის წარსულთან დაკავშირებით ჭიდილში არის და ეს ზოგადად ეს არა მარტო ჩვენთან ეს სოფლიო პრობლემა არის და ამიტომ ეს ძეგლთა დაცვის დღე არის სხვადასხვა შეხვედრები და სემინარები სწორედ ამას ეძღვნება რომ ცნობიერების ამაღლებას ნებისმიერი ასეთი დღის ჩანიშნა კალენდარში ამას ნიშნავს რომ ეს არ არის მხოლოდ მსგავსი სემინარი რომ ადამიანი ინფორმაცია გავცვალოთ საზოგადოებაც უნდა იცოდეს მათი წუხილი ძირითადად ამ კვლევებში როდესაც რეალობა და პერსპექტივები ხო სათაურიც კარნახობს რომ იქ არის შესაძლებელია იყოს რაღაც წუხილი რომელიც შეიძლება სხვადასხვა მეთოდით იყოს აღმოფხვრილი და შენარჩუნდეს ის რაც კაცობრიობამ აქამდე მოიტანა და ჩვენც საქართველოს სწორედ ამ საზოგადოების და კაცობრიობის ნაწილი ვართ და ჩვენი წილით შეგვაქვს კულტურულ მემკვიდრეობაში, დაცვაშიც და შენარჩუნებაში. ერთამას ვიტყვი კიდევ ხშირად როგორ გითხრათ თული გამოწვევები აქვს სააგენტოს, მაგრამ ყოველთვის ვამბობ რომ სამ რამეს ვემსახურებით. ეს არის წარსული, აწყო და მომავალი და ამით ეს პასუხისგებლობა ძიმეცა, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა. და წლების გამოცდილებამ რა აჩვენა? ლაშა რამდენი ანუ მესამედ ჩატარდა. რიგით მეხუთე იყო ბოდიში და წლების განმავლობაში რამდენად მაღალია თავად უცხოელი სპეციალისტების ჩართულობა და ინტერესი ამ მონაწილეობის მიღების სურვილი. თავდაპირველად, როდესაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა და პირველი კონფერენცია ჩავატარეთ, სხვათა შორის, როდესაც ჩვენ დავაგზავნეთ სხვადასხვა ინსტიტუციებში, კვლევით ინსტიტუციებში ჩვენი ქვეყნის გარეთ ინფორმაცია, დიდი ბრიტანეთითაც დაინტერესდა იყვნენ ჩამოსული სპეციალისტები, ყოველწლიურად მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, იყვნენ სტუმრები აზერბაიჯანიდან, იყვნენ ასევე სასომხეთიდან, უკრაინიდანაც იყვნენ და ამ მხრივ ეს თანამშრომლობა გრძელდება არა მხოლოდ სამეცნიერო ან ინფორმაციის გაცვლა გამოცვლის კუთხით სემინარზე, არამედ შემდგომში უკვე ხდება ნაბიჯის გადადგმა კვლევით სფეროში და აი ვახსენე პოლონელები, თურქის სპეციალისტები, რომელიც ეს პირველად არ არიან, იციან ამ კონფერენციის შესახებ და ამ კონფერენციის მნიშვნელობიდან კიდევ გამოყოფთ istvis მათთვისაც სასარგებლო არის ეს შავზღვისპირეთის რეგიონი არის და ბუნებრივი აინტერესებთ ინფორმაცია და აქ მიმდინარე პროცესები და ეს არის პირადი ან მათთვისაც სასარგებლო, იმიტომ რომ კვლევარები არიან უნივერსიტეტშიც, როდესაც ხდება რაღაც პოზიციების ცვალებადობა და იქ ეს ჩვენი სერტიფიკატი იქნება თუ ეს მოხსენებები რომელიც ჩვენ რეზიუმების სახით ვაქვეყნებთ, იქაც ეს ინფორმაცია იქაც ვრცელდება და ხშირად ვთქვამთ, აი მაგალითად ციტირებებს აკეთებენ გასული წინა წლების კონფერენციებიდან და აქედან გამომდინარე
მჭიდრო თანამშრომლობაა და ზოგჯერ ხდება როგორც იცით აქვს თემა გამოდის მოხსენება რომელიც წინა წელსაც ქონდა მაგრამ როგორც 21 საუკუნე ვახსენდა ცვალებადობა რო არის იმ ახალ მოხსენებაში რომელიც შესაძლებელია იგივე კონტექსტი იყოს უკვე იქ ბევრი რამ სიახლეები არის და ჩვენთვისაც ეს მაინც საზოგადოების ინფორმირებულობა პლუს ამას სამეცნიერო თემატიკა რომელიც ყველა მეცნიერისთვის ბუნებრივია საინტერესო არის დიახ მაშინ სიახლეები თუ გაქვთ და თუ გაქვთ სურვილი რომ ახლა ეს საზოგადოებას უთხრათ სიახლეები როგორ არა სააგენტო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ეს პროცესები ყოველთვის არ არის დორედ არ მიდის იქ გამოწვევებიც ბევრია ახლა ჩემი მხრიდან აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის რომ აი მაგალითად ეს რომ პეტრას ერთი სამუზეუმო სივრცე დასრულდა ახლა სადღაც მაისის ბოლოს უკვე მეორე სამუზეუმო სივრცე იქნება დასრულებული და სწორედ ის მოზაიკა რომელზეც ვისაუბრებ მართლაც უნიკალური მოზაიკა არის შეიძლება ჩემი ემოციები ამ მიმართულებით მეტი არის და ამიტომ ხას უსვამ მაგრამ ეს ქვეყნის თემა არის აი საქართველოში არის თიზზე ჩამოსათვლელი მოზაიკა აღმოჩენილი ეს ბიჭვინთა ძალისაში არის აღმოჩენილი შუხუთის აბანოებში გონიოში ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ სულ რაღაც რამოდენიმე წლის წინ რო აღმოჩნდა მოზაიკა ნიატაკი და ეს თვითონ პეტრას მოზაიკა თავისი შინაარსით თავისი დატვირთვით ეს ადრექრისტიანული თემატიკა არის სიმბოლოები გამოსახული რომელიც ჯერ მთლიანად არ არის კომპოზიციის აგება ჩვენა შეგვიძლია იყო ვენახის თემაც იყო ვენახის იქ არის ფრინველის გამოსახულება ეს სიმბოლიზირება ხდება ყველაფრის მაგრამ რა არის კიდევ იცით საინტერესო ეს ვენახის ფრინველი უკვე ელინისტური ხანის თემატიკაცა იქ მეღვინეობა ქართულ ხასიათთან და ქართულ ფესვებთან უნებრივია კავშირში არის და წლების განმავლობაში რომ ეს არ შეეძლო აი კვლევაც არ არის გაკეთებული წარმოიდგინეთ თუნდაც ზედაპირული კვლევა რო ყოფილიყო ჩვენი შევძელით რომ მოგვეხერხებია მეთოდოლოგიურად ამ მოზაიკის ფრაგმენტების დამუშავება და სამუზეუმო სივრცეში გადატანა ახლა უბრალოდ ხდება არტეფაქტებით უნდა შეივსოს თან მინიმალისტურად მაგრამ ისე რომ ადამიანი როცა მივა ვიზიტორი ახმად იქნება ეს ყველაფერი მე ვფიქრობ რომ სააგენტო ზოგჯერ რაღაც მამახლა გამომდის მაპატიეთ მაგრამ ზოგჯერ რამე რო არ გაეკეთებია სააგენტოს ეს მოცემულობა რო შექმნა მან პეტრაზე მუზეუმის სამუზეუმო სივრცეების გახსნა ფაქტურად იქ არ იყო და ეს მოზაიკის თემა ესეც საკმარისი იქნებოდა ის რომ სხვა არაფერი არ გაეკეთებია თუმცა სხვა დანარჩენი ჩვენ რესტავრაციის კუთხით მალე დაიწყება პეტრას დარჩენილი უბნების კონსერვაცია ანიშნავს რომ არადიული იქნება მაგრამ ამით სიცოცხლეს უხანგრძლივებთ ძეგლს თაობებისთვის და შემდგომი თაობა თუ რამ იქ ჭრილობას ნახავს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებზე უკვე მან განაგრძოს ეს ყველაფერი მადლობა ლაშა წარმატებებს გისურვებთ მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად დილის რადიოს სტუმარი ლაშა ასლანიშვილი გახდათ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსებისა და არქეოლოგიის განყოფილების უფროსი